კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძირითადი რა ვთქვი, რომ დღეს გავრცელებულია, რომ მარტო ყოფნა არის ძალიან მაგარი, როცა მარტო ხარ და შეგიძლია კარგად იყო მაგარია და ამასთან მინდოდა რომ ჩამემატებინა ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც აკლია, რომ მარტო ყოფნაში იგულისხმება დამოუკიდებლობა და არა უცებ ფიზიკურად მარტო ყოფნა და დამოუკიდებლობის დროს კარგად ყოფნაში არ იგულისხმება პოზიტიურად ყოფნა. კარგად ყოფნაში ალბათ იგულისხმება წონასწორობა, რომ მე შემიძლია ვიყო მარტო დამოუკიდებლად და ვიგრძნო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უარყოფითი ემოციის შეგრძნების დროს ვხვდები რა არის ჩემი ავთენტური მოთხოვნილებები და საჭიროებები და მე შემიძლია უპასუხო და თუ მე ნეგატივის მეშინია ჭირივით, რასაც სოციუმი მასწავლის და რისი კაი სიმბოლოც არის ჯოკერის დედა, რომელიც ეუბნება, რომ შენ ხო მხიარული ხარ, შენ ხო ბედნიერი ბავშვი ხარ, გაიღიმე, გაიცინე, ხო? აი მაგ შემთხვევაში მიუწვდომელი რჩება ის კუნძული და ის ნაპირი, სადაც ჩანს ჩემი ბუნებრივი საჭიროებები და მოთხოვნილებები. ამიტომაც მარტო ყოფნის დროს ნებაყოფლობით შესაძლოა ჩვენ თვითონვე დავაკვირდეთ, ჩავიძიროთ ჩვენს თავში და იმ უცხო ნაპირებზეც ვცადოთ გასვლა. ამ უცხო ნაპირებზე გასასვლელად ასევე ძალიან დამხმარეა შეკრებები, მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანების, იმიტომ რომ ჩვენ ყველას მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი ნიჭი და ჭკუა და რა ვიცი 1000 რამ, მაინც ლიმიტირებულია ეს და ერთმანეთს ვავსებთ ხოლმე. და ასევე შემავსებელი ძალიან დიდი ეფექტი აქვს, როდესაც კინოფსიქოლოგიაზე ვიკრიბებით, უყურებთ ძალიან მაგარ ფილმს და მთავარი პერსონაჟის ტყავში ვართ. და იქიდან მერე ჰაპენინგის გზით ვთამაშობთ ხოლმე სხვადასხვა სცენებს. აქაც ხდება ჩვენს ფსიქიკაში ისეთ ნაპირებზე გასვლა და შეხება, რაც იქამდე იყო მიუწვდომელი. და ეს ყველაფერი გავს იმას, რაც წეღამ ვისაუბრე, რომ კასტანედასთან იყო ხალხი, აი იმ კულტურაში, ვინც მოიხმარდა სხვადასხვა მედიუმს, მაგალითად სოკოს, მაგალითად მოსაწევს და ასე შემდეგ, რომ თავის ფსიქიკაში ისეთ ადგილებში გასულიყვნენ, რაც ისე მიუწვდომელი იყო მათთვის, მაგრამ იყო ამავდროულად ხალხი, ვისაც ეს ასე ვთქვათ ფსიქიკური მდგომარეობები ისედაც შეეძლო თავის თავში თვითონვე გამოეწვია დამხმარე საშუალებების გარეშე. და კი ეს არის რეალობა, შესაძლებელია ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების ბრჭყალებში ეფექტის გამოწვევა ფხიზელ გონებაზე. მოკეთ, ვისაც ეს ყველაფერი გაინტერესებთ, ინტერესის გარშემო ვიკრიბებით ღია საუბრებზე ყოველ პარასკევს 8 საათზე. ირაკლი აბაშიძის 80 დასწრება თავისუფალია და გელოდებით. სანამ მოხვალთ, მაინც მომწერეთ, იმიტომ რომ ადვილი მოსაგნები არ არის ხოლმე. აბა დროებით.